საქართველოს ბანკმა რუსეთის მოქალაქეებს $300-ზე ძვირი ფუფუნების პროდუქტის შეძენა აუკრძალა, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ერთი ოჯახისთვის საშუალო თვიური ხარჯი 1736 ლარია. ყველაზე მეტი კვებაზე და თამბაქოზე იხარჯება, ყველაზე ნაკლები განათლებაზე. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. პოლიტპატიმრებმა სასამართლოს ხდომაზე ბანერები მიიტანეს. საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტპატიმრის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი საქართველოში არ შემოუშვეს. ოცნების საგარეოს მტკიცებით კი ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას. თბილისში მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. პოლონეთში საზღვრის უკანონოდ კვეთის ორგანიზების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ავსტრალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.